საღამოშიდობისა თქვენ უყურებთ არგუმენტებს და მე ვარ ჟურნალისტი თია სიჭინავა. 2011 წლის 28 დეკემბერს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები უკვე თვეა და თვეზე მეტია. ცხარე კამათის თემად რჩება კონტროლის პალატა, რომელიც ამ კანონით ხელმძღვანელობს დღითი დღე საინტერესო განცხადებებს გვთავაზობს. პირველი ეტაპი, რომელიც საზოგადოებრივ მოძრაობებს ეხებოდა, განსაკუთრებით ქართული ოცნების ფინანსურ ანგარიშებს, ალბათ ყველას ახსოვს. მეორე ეტაპზე მაკონტროლებული ორგანოს ინტერესის სფერო, რომელსაც კონსტიტუციით საბიუჯეტო უწყებების მონიტორინგი ევალება, უკვე არასამთავრობო სექტორი გახდა, ახალი თაობა, ახალი ინიციატივა და რესპუბლიკური ინსტიტუტი. რატომ მიიჩნევენ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები კონტროლის პალატის ქმედებას ამ ორგანიზაციების საქმიანობაში უხეშ ჩარევა და როგორ იქნებოდა დემოკრატიულ სტანდარტებთან დაახლოებული მონიტორინგის მექანიზმი? ამ თემაზე ვისაუბრებთ ჩვენ დღეს გადაცემაში და ჩვენ გადაცემის სტუმრები არიან საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს პროგრამების დირექტორი ნინა ხატისკაცი და არასამთავრობო ორგანიზაცია სუფთა პოლიტიკის ერთ-ერთი ლიდერი ნინო ლაპიაშვილი. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ მოხვედით და იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. დღეს გაიმართა კონტროლის პალატის და ასევე კონტროლის პალატასთან არსებული მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელთა შეხვედრა, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციების ისე რომ ვთქვათ, დიდი ნაწილი ესწრებოდა, მე მგონი ნინა იმყოფებოდა ამ შეხვედრაზე, ამიტომ ნინო, მოდი დავიწყოთ საუბარი იქიდან გამომდინარე, რომ მათ უშუალოდ მოისმინეს კონტროლის პალატისგან კონკრეტული არგუმენტები, თუ რატომ დადგა დღის ეს რიგში მაგალითად ამ ორი ორგანიზაციის, არასამთავრობო ორგანიზაციის ფინანსური საკითხების შესახებ ინფორმაციის გამოთხოვება, რატომ იყო საჭირო, რატომ ითვლება ეს უხეშ ჩარევად. ჯერ ნინასგან მოვისმინოთ, რა პრეტენზიები აქვს ამასთან დაკავშირებით საერთაშორისო გამჭირვალობას და შემდეგ ნინოს აზრი მოვისმინოთ ამ საკითხზე. გისმენთ ნინო? მოგესალმებით ყველას. დღევანდელი შეხვედრა მართლაც იყო მიძღვნილი იმისათვის, რომ ჩვენ უფრო მეტი დეტალი გაგვეგო კონტროლის პალატას საქმიანობასთან დაკავშირებით და იმ აღსრულების დეტალებთან, რომელზეც კონტროლის პალატას უწევს მუშაობა. იმიტომ რომ თანხვდებით იმაზე, ყოველ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს ამასთან დაკავშირებული ჩამოყალიბებული პოზიცია, რომ თავად კანონი არ არის კარგი. და კანონი აუცილებლად უნდა შეიცვალოს. თანხმდებით ვისთან? ჩვენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, დიდი ნაწილი და ეს არის ძალიან ბევრი ორგანიზაცია და იმ კვირაში ალბათ უფრო კიდევ მეტად თვალსაჩინოს გავხსნით ჩვენს პროტესტს, მედია საშუალების წარმომადგენლები, ბევრი ის ადამიანი, რომელიც ჩვენთან მოდის უბრალოდ კონკრეტული თავისი პრობლემით და ასეთი პრობლემა უკვე ბევრია. თანხმდებით იმაზე, რომ კანონი არის ბუნდოვანი. ზოგ შემთხვევაში წინააღმდეგობრივი ის იმდენად ფართო ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა, რომ მისი გამოყენება შეიძლება ბოლოროტად და გარდა ამისა, უბრალოდ ასეთი ფართო ინტერპრეტაციის საშუალება აშინებს საზოგადოებას და აშინებს ხალხს. ადამიანები თავს იკავებენ ისეთი ქმედებებისგანაც კი, რომელიც მაგალითად კანონში არ არის ჩაწერილი და კანონით არ არის აკრძალული. სწორედ იმიტომ, რომ ამ კანონის ინტერპრეტაცია ქმედებისგან იკავებს. მაგალითად, მე შემიძლია კონკრეტული მაგალითი დავიწყო, თუმცა შეკითხვა სხვა იყო, მაგრამ თქვათ, აი ესეთი მაგალითი, რომელიც რეალობაში დღეს თქვათ უკვე ფაქტის სახით არის ის, რომ ზოგიერთი უწყებები და ორგანიზაციები თქვენ მოგეხსენებათ, რომ დახმარებას იღებდნენ, ფინანსურ დახმარებას ფონდები და რომელიც ბიძინა ივანიშვილთან იყო დაკავშირებული. ეს ორგანიზაციები დილემის წინაშე დადგნენ უკვე ახალ წელს, იანვრის ბოლოს, როდესაც მათ უნდა გაეგრძელებინათ ან არ გაეგრძელებინათ ის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ისინი ამ დაფინანსებას მიიღებდნენ. ეხლა მე თქვათ იგივე მაინტერესებს თქვათ ამ აზრის განსხვავებული აზრის მოსმენა, თუმცა ჩვენ კანონში ვკითხულობთ, რომ ზოგადად პოლიტიკური მიზნით ნებისმიერი დახმარების ან ფულადი ან თუნდაც სხვა სახის დახმარების მიღება არის კანონდარღვევა და ეს ისჯება კანონით. სწორედ ამ ადამიანებსაც იგივე პრობლემა ჰქონდათ, თუმცა მიდგომები იყო განსხვავებული, იგივე კონტროლის პალატაში არაოფიციალურ საუბრებში აცხადებდნენ, რომ ამ ადამიანებს არ შეეხებოდათ პრობლემა, იმიტომ რომ მანამდეც იღებდნენ ამ დახმარებას. ზოგი ამბობდა, რომ მაინც არ უნდა აიღონ ეს დახმარება, იმიტომ რომ ეს ჩაითვლება, ასე ვთქვათ, კავშირად. ანუ ჩვენ ერთგვაროვანი განმარტება ამასთან მიმართებაში არ გქონია. საბოლოო ჯამში მე მინდა გითხრათ, როგორ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. მოაწერეს ხელი აი შემდეგი სახის ხელშეკრულებას, რომ ისინი მზად არიან, რომ გააგრძელონ ამ დახმარების მიღება. ოღონდ მომავალში პირობას დებენ, რომ არანაირ პოლიტიკურ განცხადებას არ გააკეთებენ, არ გამოხატავენ პოლიტიკურ, თქვათ, რაღაც პოზიციებს და ასე შემდეგ. მე მიმაჩნია, რომ ზოგადად ეს, თქვათ, მათ არც ევალებოდა და არა მარტო მე მიმაჩნია, ალბათ დამეთანხმებით, რომ ეს არ იყო აუცილებელი, იმ კანონი ამას არ ითხოვს, რომ თქვათ, თუ ადამიანი, თქვათ, იღებდა რაღაცა ტიპის დახმარებას და აგრძელებს ამის მიღება, ამიტომ ამისათვის ფიცი უნდა დაძოს მას. ეს არის სწორედ ის პრობლემა, რომელიც ხალხს, თქვათ, აიძულებს წინააღმდეგობაში გამოხატვის თავისუფლებას. ან მაგალითად მეორე შემთხვევა, რა თქმა უნდა, მოდის ეს წინააღმდეგობაში. მეორე შემთხვევა, არსებობს ფონდი, რომელიც იღებდა ფონდმა
ინსტიტუტმა დაიწყო საქმიანობა რამდენიმე თვის წინ და პირველი დაფინანსება მათ მიიღეს ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული ერთ-ერთი საქველმოქმედო ფონდისგან. დღესდღეობით, როდესაც ეს კანონი ამოქმედა, მათ არავისთვის არაფერი არ უკითხავთ, უბრალოდ შეაჩერეს თავისი საქმიანობა, იმიტომ რომ გადაწყვიტეს, რომ ისინი შეიძლება ჩაითვალონ პოლიტიკურ ფიგურასთან დაკავშირებულად და ცდილობენ სხვა რესურსებიც მოიპოვონ დაფინანსების, რომ ერთ პარტიასთან დაკავშირებულად არ ჩაითვალოთ. მე აქ არ მოველი იმას, რომ ჩვენ ამ პოლემიკაში შევართ ამ თვითონ ქმედების სამართლიანობაში. ამ მაგალითების აბსურდულობა სწორედ იმაშია, რომ ადამიანები პროაქტიულად უფრო მეტად არიან დამფრთხარი რაღაც მოქმედებებისგან, თუმცა მე ვიტყოდი, რომ კონკრეტულად თქვა კონსულტაციის გაწევისას ვეტყოდი, რომ ასეთი საქმიანობა მათ არ შეეზღუდებოდათ და შეუძლიათ მათ საქმიანობა განახორციელოთ, თუმცა ადამიანები არიან მართლაც დაშინებული და მე ზოგადად მიმაჩნია, როგორც ჩემი ორგანიზაციის სახელით, ისე რამდენიმე სხვა ორგანიზაციის სახელით, რომელთან ერთად ჩვენ განცხადებებს ხშირად ვაკეთებთ ხოლმე, რომ ჩვენ არ გვაქვს მოლოდინი, რომ ეს კანონი ბუკვალურად ყველა ადამიანზე ახსრულდება, თუმცა მისი მიზანი კიდევ უფრო ფართოა და ის უფრო მეტ ადამიანს შეაშინებს და უფრო მეტ ადამიანს დააფიქრებს აზრის გამოთქმაზე ან ქმედების განხორციელებამდე რა თქვას და რა გააკეთოს. გასაგებია. მოდით არასამთავრობოებთან დაკავშირებით მე რაზეც შესავალ ნაწილში გავაკეთე აქცენტი, ცოტა შუაგულისკენ გადავწვეთ, იმიტომ რომ აქ უფრო საინტერესო დეტალიც წარმოჩნდა ნინას მხრიდან, როდესაც ის ამბობს, რომ არასამთავრობო სექტორის დიდი ნაწილი თანხმდება იმაზე, რომ კანონი არ არის კარგი. თუმცა ჩვენ გვესმის ხშირად ამის კონტრარგუმენტად ის, რომ ვენეციის კომისიის ერთ-ერთი რეკომენდაცია იყო, რომ მომხდარიყო რაღაცნაირად გამჭირვალეობა ფინანსებთან დაკავშირებით რაღაც კუთხით დარეგულირება, ამას იშველიებს ხოლმე მეორე მხარე კონტრარგუმენტად. ვენეციის კომისიაზე ცოტა მოგვიანებით, მანამდე მაშინ სუფთა პოლიტიკის მოსაზრება მოვისმინოთ, ეთანხმება თუ არა იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ კანონი არც თუ ისე კარგია. თუ კარგი არ არის, უფრო სწორი რომელი იქნება, არ არის კარგი, კი ბატონო. დავიწყოთ იქიდან, რომ საერთოდ პოლიტიკა არის უფრო დინამიკური და კანონმდებლობა უნდა იყოს უფრო რაციონალური და სტატიკური, თუმცა ამასთანავე არც ერთი კანონს არ შეიძლება ჰქონდეს სრულყოფილების პრეტენზია, კანონიც მუდამ შეიძლება იცვლებოდეს საზოგადოებრივი მოთხოვნილებებიდან გამომდინარე, აგრეთვე იქიდან გამომდინარე, თუ პრაქტიკა რას აჩვენებს, რა თქმა უნდა, მე იმას არ ვიტყოდი, რომ ამ შემთხვევაში შეიძლება რაღაც სასწაულთან მქონდეს საქმე და კანონი არის სრულყოფილი, ისე რომ, რა ვიცი, კონსტიტუციასაც კი ხშირად ცვლიან და ამ შემთხვევაში კანონზე იგივეს ვერ ვიტყვი, შესაძლებელია თუ კი რამე ხარვეზი არსებობს ან ბუნდოვანება, შესაძლებელია რომ გამოსწორდეს და მართლაც შეიძლება არსებობდეს გარკვეული კითხვები, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ გადაჭარბებული არის არასამთავრობო ორგანიზაციათა ნაწილის განცხადებები და პირიქით მათი განცხადებები აშინებს ხალხს და ქმნის უსაფუძვლო პანიკას. და დაშინებული ხალხი რო აკითხავს ამას არასამთავრობო ორგანიზაციებს, იმით რომ რა გავაკეთოთ, არ გვიდათ რომ დავისაჯოთ ვიღებდით წლების განმავლობაში დახმარებას. ბუნებრივია, ქალბატონმა ნინამ როდესაც ახსენა ერთის მხრივ, რომ თურმე გარკვეულ ორგანიზაციებს შეეშინდათ ბატონი ბიძინა ივანიშვილისგან თანხების მიღება და ფრთხილობენ, ეხლა უნდა გააფრთხილდნენ, იმიტომ რომ როდესაც ოლიგარქი რუსული ფულით შემოდის ქართულ პოლიტიკაში და როდესაც საგარეო საფრთხე არსებობს რუსეთის მხრიდან, რუსული კუპიორებია? რუსული კუპიორები არ არის, მაგრამ დიდი საფრთხე არსებობს, რომ რუსეთის ფაქტორის გათვალისწინებით ქართული დემოკრატიზაციის პროცესში შეიძლება რუსულმა რასამწუხაროდ თქვენი ორგანიზაცია რო არ არსებობდა, ვიდრე ბიძინა ივანიშვილი შემოვიდოდა პოლიტიკაში, მაინტერესებს ამ რუსული ფულის შემოსვლასთან დაკავშირებით გექნებოდა თუ არა თქვენ პრეტენზია, როდესაც ის სამთავრობო პროექტებს აფინანსებდა? ამიტომ ვამბობ, რომ აუცილებლად უნდა გავუმიჯნოთ ქველმოქმედება პოლიტიკური საქმიანობისაგან. ეხლა ქალბატონმა ნინამ აღნიშნა იმასთან დაკავშირებით, რომ გაფრთხილდნენ შემოწირულება საპოლიტიკური საქმიანობა. ფონდი როცა იღებს ეხლა სამეცნიერო პროექტებზე მოდი ესე ვთქვათ, თუ კი ოლიგარქი, რომელიც შემოვა ქართულ პოლიტიკაში და გადაწყვეტს, რომ ის პოლიტიკური ფიგურა გახდეს და თუნდაც არჩევნების გზით შეცვალოს, თუნდაც ხდება ის პოლიტიკაში მე ამჟამინდელ სიტუაციაზე ვამბობ, მე ამჟამინდელ სიტუაციაზე გეუბნებით, როდესაც იცვლება არსებითად იცვლება ვითარება, რა თქმა უნდა, ყველა დგება განსხვავებულ პოზიციაში. აქამდე იღებდნენ ამ რეალობაში. აქამდე ძალიან კარგი იყო, რომ აფინანსებდა ბატონი ბიძინა სხვადასხვა პროექტებს, სხვადასხვა ადამიანებს, მეცნიერებს და ასე შემდეგ. შეეძლო მას ასე გაეგრძელებინა, თუმცა მან გადაწყვიტა, რომ რადიკალური ნაბიჯები გადაედგა და შემოსულიყო პოლიტიკაში. პოლიტიკაში შემოსვა რადიკალური ნაბიჯია?
იმ საქმიანობისგან განსხვავებულია, რასაც ქველმოქმედება ქვია. ქველმოქმედებისგან რადიკალური ნაბიჯი არის ეს. ეხება რატო ითვლება რადიკალური ნაბიჯი? არა, ქველმოქმედებისგან რადიკალური ნაბიჯია და არა პოლიტიკაში შემოსვლა არის თავისთავად ნორმალურია, თუ კი ადამიანი გადაწყვეტს, რომ პოლიტიკაში შემოვიდეს, მაგრამ ეს ქმედება თავისთავად დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს იმ ადამიანს და მასთან თქვათ ასოცირებულ პირებს, რომლებიც მასთან ერთად აპირებენ, რომ პოლიტიკური საქმიანობა განახორციელონ, ეს განსხვავებულ სიტუაციაში აყენებენ მათ და ეხლა ჩვენ საუბრობთ პოლიტიკურ კორუფციაზე, ხო? ამის თავიდან აცილებაზე თავად კორუფცია, როგორც ესეთი თქვენს მოგეხსენებათ, არ ვიცი, არ ჭირდება ამას იურისტობა, სისხლის სამართლის კოდექსი დასჯადი დანაშაულია, როგორც ქრთამის მიცემა, ისე ქრთამის აღება. ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ იგივე შემთხვევასთან გვაქვს საქმე, უბრალოდ ამას ქვია პოლიტიკური კორუფცია, როდესაც ხელისუფლებაში მოსვლის მიზნით შენ ამ მომრჩეველს მოისყიდი. ამ შემთხვევაში ერთის და მეორეც უნდა დაისაჯოს და ძალიან ბუნებრივია, რომ უნდა გაფრთხილდეს ის ხალხი, ვინც აქამდე შემოწირულობას იღება. ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ შეცდომაში შეკავთ თქვენ, იმიტომ რომ უსაფუძვლოში რატო საზოგადოებაში გისმენთ მინდა. აქ საუბარია იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილი და ის ფონდი პოლიტიკურ არენაზე გამოჩენის შემდეგ ვეღარც დააფინანსებდა და ისინი ვერც მიიღებდნენ ამ დაფინანსებას. ეს არის საუბარი მანამდე, სანამ ის პოლიტიკაში გამოჩნდებოდა. აქ არის ძალიან დიდი სხვაობა იმასთან მიმართებაში, რასაც ნინო ამბობს. მანამდე არ ვთქვით საერთოდ, მანამდე შეეძლო რომ გაეკეთებინათ. თქვენ მანამდე ძალიან კარგ შვებოდა, მე მივესალმები, რასაც აკეთებდა და ვიცი რომ ბევრ კარგ საქმეს აკეთებდა, რა პრობლემაა ქონდა, სხვა რაღაცაზე ქონდა საუბარი, ეს არის ხალხის დაშინება, ის ადამიანები, რომლებიც მანამდეც მიიღეს ეს დაფინანსება, ვინ აშინებს ხალხს უკაცრავად? კანონი? სისხლის სამართლის კოდექსი აშინებს ხალხს? აშინებს სისხლის სამართლის კოდექსი ხალხს? ის რომ გაეგზავნა მოთხოვნა კონტროლის პალატისგან, თქვენ როგორც იურისტს გეკითხებით, სამართლებრივად რომელ მუხლს მიმითითებთ, რომელი მუხლის მიხედვით გაეგზავნა კონტროლის პალატის უფლებამოსილება, სადაც 34 პრიმა მუხლის მეორე ნაწილი, რომლის მიხედვით ზექვე პუნქტი 34. შეგვიძლია თქვენ თვითონ წაიკითხოთ. იქ პარტიაზე ლაპარაკი. NGN-I არ გამოცხადდა. მასთან დაკავშირებული პირები უკაცრავად? უკაცრავად, მაშინ ჩვენ ახლა სხვა ფორმატში ვსაუბრობთ, იმიტომ რომ კონტროლის პალატამ დღეს განაცხადა, რომ NGN-I არ არის დაკავშირებული პირი და სხვა მუხლზე გააკეთა აპელირება, ახლა ალბათ არაკომპეტენტური იქნება ამ განცხადების. საუბარია არასამთავრობო ორგანიზაცია ახალი თაობა ახალ ინიციატივაზე, ხო? რომლის ახლა რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაციას ახალი თაობა, ახალი ინიციატივა, ახლა ჩვენს გქონია ჩვენი ორგანიზაციის წევრების თანამშრომლობდნენ მასთან და მართლა არ გაგვიგია რომ მათ რაიმე პოლიტიკური აქტივობა განეხორციელებინოთ ან რაიმე პოლიტიკური მიზნები რომ ისინი თუ არიან თქვა პარტიასთან დაკავშირებული ეს ბუნებრივია რომ მე გული შემტკივა უბრალოდ ტრაგიკულს ვერაფერს ვერ ვხედავ იმაში რომ კონტროლის პალატამ მოსთხოვა ფინანსური ბრუნვის შესახებ ინფორმაცია მუხლი რომლის მიხედვითაც ის უკვე არის ესე იგი პარტიასთან დაკავშირებული და ეს უკვე არ არის პარტიასთან დაკავშირებული როგორ გეკარგებათ ეჭვი გაუშნა კონტროლის პალატას აქვს უფლება რომ გამოიკვლიოს და გამოიძიოს ინფორმაცია და შემდეგ გადაწყვეტოს არის თუ არა მე დიდი წერია რომ კონტროლის პალატას შეუძლია ნებისმიერ ორგანიზაციას ეწვიოს საფუძველზე მიმართოს და გამოითხოვოს ფინანსური ინფორმაცია. იცით რაშია საქმე როგორ წარმოგიდგენია თქვენ რომ კონტროლის პალატა როგორც ფინანსური მონიტორინგის განმახორციელებელი ორგანო იყოს ეფექტური. მას უბრალოდ ერქვას ასე მასე ჩვენ ცენტრალური საარჩევნო კომისიას გქონდა და ძალიან დიდი ბოდიში ის ვერაფერს ვერ აკეთებდა. როგორ წარმომიდგენია მე და რას გულისხმობს კანონი. თქვენ თუ კონტროლის შემოთავაზება გაქვს დეკლარირებულად ამას აღიარებს და ამბობს რომ ასეც უნდა იყოს. კონტროლის პალატა თავად ამბობს რომ დაკავშირებულად და პარტიასთან ასოცირებულად არ ჩაითვლება პირი თუ ის არ გაწევს ამისათვის ხარჯებს. რას ნიშნავს ეს? ხარჯები უნდა გულისხმობდეს, რომ თქვათ ახალი თაობა, ახალი ინიციატივა ახორციელებს რაღაცა ღონისძიებებს, რომლის ფარგლებშიც ან პარტიის კამპანიას ეწევა, აგიტაციას ეწევა, ან ამისთვის ხარჯავს თანხებს. კონტროლის პალატას იმ შემთხვევაში თუ ექნებოდა ასეთი ფაქტობრივი მონაცემი, ამ ფაქტებზე დაყრდნობით ის დაადგენდა რაღაც პროცედურით, რომელიც დღეს არ არსებობს სამწუხაროდ და იმედი გვაქვს რომ ეს პროცედურაც გაიწერება. დაადგენდა რომ ეს პირი იმიტომ რომ მან გაწია ასეთი და ასეთი ხარჯი არის მიგვაჩნია რომ არის რომელიღაც კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიასთან ასოცირებული. ეგრო ესე უნდა მომხდარიყო თქვენ თვითონ ამბობთ რომ პროცედურა არ არის და თქვენ ხა თავაზობთ გამზადებულ რეცეპტს კონტროლის პალატამ როგორ უნდა გააკეთოს ეს რაღაცა როგორ გესახებათ თქვენ ხომ თქვენ კითხვაზე გპასუხობთ თუმცა მეორეს მხრივ თქვენ მიმითითეთ მე ჩემი ვარიანტი კი არ არის ეს არის საერთაშორისო სტანდარტები
საერთაშორისო სტანდარტები, რომელზეც დღეს უცხოელებიც საუბრობდნენ, იმ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომელიც კონტროლის პალატის შეხვედრასაც ესწრებოდნენ, რომლებიც საუბრობდნენ, რომ აუცილებლად საუბარია იმაზე, რომ ორგანიზაცია მხოლოდ იმ შემთხვევაშია დაკავშირებული, თუ გამოვლინდება ამასთან დაკავშირებით ფაქტი. თუ კონტროლის პალატა ამბობს ესეთ რამეს, რომ მე მაქვს A, B და C ორგანიზაციასთან მიმართებაში ეჭვი, რომ ეს ორგანიზაციები შესაძლოა იყვნენ დაკავშირებული. ხო, მე ფაქტი როგორ მოიძიოს, ნინა? საიდან არის ეს ეჭვი? ხო, შეიძლება იყოს. აი, საიდან არის? ფაქტი როგორ მოიძიოს, ნინა? არა, ნინო, საიდან მოიძიოს? ინფორმაცია არ შეიძლება რომ გამოითხოვოს და საფუძველი რა. არა, რამე ტრაგედიას ხედავთ, რომ ფინანსური შესაძლებელი ორგანიზაციები გადავენ ამაში იმიჯის და რეპუტაციის შემლახველ ფაქტად მიიჩნევენ. მაგალითად, იგივე განცხადება გააკეთა მიშა დევდარიანმა, როდესაც დაინტერესდა რის საფუძველზე მოითხოვა კონტროლის პალატამ მათი ფინანსური საქმიანობის შესახებ ინფორმაცია, იმიტომ რომ ეს არის მათი იმიჯის და რეპუტაციის შემლახველი ამ შემთხვევაში. არ მიგაჩნია, შეიძლება თქვენთვის არ არის ერთი უდანაშაულობის პრეზუმპცია და შეიძლება მასე ნებისმიერმა ეჭვმიტანილმა თქვას, რომ იცით რა, ჩემი იმიჯი და პატივი შეიყარა იმის გამო აიყვანენ. ნინა, თუ ფაქტი არ ექნება და თუ ინფორმაციას არ გამოითხოვს ფინანსური ბრუნვის შესახებ, აბა რა გააკეთოს? ფაქტი როგორ უნდა მოიძიონ? ყველა ორგანიზაციის ფინანსური ბრუნვა უნდა შემოგვიძიოს, რაც კი არსებობს საქართველოში. თუ კი გონივრული ეჭვი გაჩნდება და მე აზრით რა იყო გონივრული ეჭვი? შეგიძლიათ მითხრათ ახალი თაობა, ახალი ინიციატივის შემთხვევაში რა იყო გონივრული ეჭვი? ხო, თქვა კონტროლის პალატის თვითონ უნდა დაასაბუთოს რა შეიძლება ყოფილიყო, მაგრამ ამ შემთხვევაში ვერ მოიძია ფინანსური ინფორმაცია. ვერ მოიძია ინტერნეტ სივრცეში გითხრათ რა არის მათი ოფიციალური პოზიცია, აგერ სწორად ახლა თეამ გააჟღერა, ეს არის რომ ჩვენ გვინდოდა ყველა ორგანიზაციის ფინანსურ ინფორმაციას ვამოწმებთ და ვერ ვნახეთ ვერსად ინტერნეტ სივრცეში ფინანსური ინფორმაცია და ამიტომ გამოვითხოვეთ. თუმცა მე აქ მექნება კითხვა. თქვენის აზრით, ჩვენს შესახებ, მაგალითად, ჩემი ორგანიზაციის შესახებ, ვებგვერდზე დევს ინფორმაცია მხოლოდ იმ ორგანიზაციების შესახებ, რომლებიც არიან შემომწირველები. თუ ჩვენ ფაქტზე ვსაუბრობთ და იმაზე, რომ მე შეიძლება ხარჯები გავწიო რომელიმე პარტიის სასარგებლოდ, ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით, რომელიც არის მხოლოდ დონორისგან მიღებული ფული, როგორ შეიძლება ამ ფაქტის დადგენა და რა განსხვავებაა მაშინ ჩემს ორგანიზაციას შორის, რომელსაც ვებგვერდზე უდევს უბრალოდ შემოწირულებების შესახებ და შემოსული ინფორმაციის შესახებ, უბრალოდ დონორებისგან მიღებული გრანტების შესახებ გაშლა ინფორმაციის და თქვა ჩვენ დეტალური ხარჯთა რიცხვი ვებგვერდზე არ გვაქვს განთავსებული. აქ უბრალოდ მე მგონი საუბრის გაგრძელება ამ მიმართულებით არ იქნება სამართლე, იმიტომ რომ ჩვენ შეიძლება გიპასუხოთ პასუხები ამასთან დაკავშირებით და ბევრად განსხვავდება თქვა იმ პასუხებისგან, რომელსაც ალბათონი მოგისმენთ ნინოს პასუხს, ოღონდ გადაცემაში რეკლამებია რომ განსხვავება იქნება. კი ბატონო, ნინოს არგუმენტს მოვისმენთ ამ საკითხთან დაკავშირებით, რეკლამა და რეკლამის შემდეგ დაგიბრუნდებით, დაგველოდეთ. ბრუნდებით პირდაპირ ეთერში ნინო ლაპიაშვილი, ნინა ხატისკაცი, ჩვენი გადაცემის სტუმრები, ჩვენ საუბრობთ თემაზე, რომელიც ორი თვეა საჯარო დისკუსიის საგანია, მოდით ასე ვთქვათ, დღეს გაიმართა კონტროლის პალატასა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შორის ნაწილს შორის შეხვედრა. ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსურ საქმიანობასთან დაკავშირებით გამოთქმული გონივრული ეჭვი, რომელიც გამოთქვა კონტროლის პალატას და კონტროლის პალატამ და გაინტერესებს ეს გონივრული ეჭვი, რამდენად სამართლიანად არის ხოლმე წარმოთქმული და საერთოდ ეს გონივრული ეჭვი საკმაოდ მოდაში შემოვიდა ამ ბოლო დროს და გონივრულითან დაკავშირებით ეს საერთაშორისო სტანდარტი არის და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოც იყენებს თავის გადაწყვეტილებებში, მაგრამ ამასთანავ უპასუხებდე მე მინდა დაუბრუნდე რაც შესვენებამდე ან სარეკლამო ჭრამდე ნინამ განაცხადა, რომ თურმე დაშინებულები არიან ერთის მხრივ მოქალაქეები და რაღაც ორგანიზაციები, ასევე რეპუტაციის შემლახვავი შეიძლება არსებობდეს არასამთავრობო ორგანიზაციისთვის აი ესეთი ტიპის გონივრული ეჭვის გაჩენა. მე არანაირ ტრაგედიას ვერ ვხედავ იმაში, თუ კი მოსთხოვეს რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციას ფინანსური დოკუმენტაციის წარმოდგენა, თუ არასამთავრობო ორგანიზაციას არაფერი აქვს დასამალი, რატომ უნდა ეშინოდეს მას აი ესეთი დოკუმენტაციის არა, ესე მიიჩნევენ ისინი. არ უნდათ რომ ასოცირებული იყვნენ გარკვეულ პოლიტიკურ გასაგებია, მაგრამ კონტროლის პალატის დაინტერესება ავტომატურად აჩენს მოსაზრებას საზოგადოებაში, რომ მხოლოდ და მხოლოდ ინტერესდებიან, იმიტომ რომ მათ აქვს გარკვეული პოლიტიკური კავშირები და სწორედ ამიტომ არსებობს მათ მიმართ დაინტერესება. რა თქმა უნდა, არ უნდა იყოს კონტროლის პალატა ცალმხრივი, მიკერძოებული და
მიზანმიმართულად არ უნდა მიმართოს არასამთავრობო ორგანიზაციის დისკრედიტაციას, მაგრამ იმაში ტრაგედიას ვერ ვხედავ, იმიტომ რომ მთელი რიგი არასამთავრობო ორგანიზაციები ისედაც აქვეყნებენ თავისი ფინანსური ბრუნვის შესახებ ინფორმაციას და თუ რაღაც დამატებითი კითხვები გაუჩნდა, შესაძლებელია მიმართოს, მაგრამ მეორეს მხრივ, როცა ქვეყანაში გვაქვს ესეთი ტიპის კანონი, ყველა კანონი თავის თავში მოიცავს პრევენციას. პრევენცია ნიშნავს, რომ კანონის ადრესატები უნდა გაფრთხილდნენ და შესაბამისად შიშის მომენტი, რა თქმა უნდა, პრევენციას აქვს, რომ ნებსით უნებლიეთ პრევენცია რა არის? პრევენცია გულისხმობს იმას, რომ ნებსით და თუ უნებლიეთ კანონის კონკრეტული ნორმა არ დაარღვიოს მოქალაქემ და რა თქმა უნდა ეს ერთი მხრივ უნდა უზრუნველყოს სახელმწიფომ რომ მათ მიაწოდოს კონკრეტული ნორმის შინაარსი და ასე თუ ისე ადრესატისთვის გახდეს ეს ხელმისაწვდომი ეს ინფორმაცია, ხოლო მეორეს მხრივ თავიდან უნდა იქნეს აცილებული ისეთი სიტუაცია და სწორედ ამ მიზანს ემსახურება ეს კანონი, რომ NGO-ს არ უნდა იყოს ამოფარებული რომელიმე პოლიტიკური პარტია და ვითომ და ვთქვათ ადამიანის უფლებების ფასაც ამოფარებული არ უნდა ახორციელებდეს თავის პოლიტიკურ საქმიანობას და პოლიტიკურ მიზნებს. ყველა შემთხვევაში ვთქვათ ორგანიზაციები იცით რომლებიც პოლიტიკურ მიზნებს ახორციელებენ კონკრეტულ ეს გამორიცხული არ არის ნათია მოგელაძემაც განაცხადა დღეს რომ არსებობს უამრავი ორგანიზაცია რომელსაც აშკარად გაცხადებული პოლიტიკური მიზნები და ამოცანები აქვს და ამასთან დაკავშირებით საზოგადოებაში კითხვის ნიშნებიც არსებობს ანუ უნდა ველოდეთ რომ უფრო მეტი არასამთავრობო ორგანიზაციის საქმიანობით დაინტერესდება კონტროლის პალატა თავისთავად აი ესეთი შემთხვევა როდესაც არასამთავრობო ორგანიზაცია შეიძლება ამოიფაროს პოლიტიკური პარტია გამორიცხული არ არის და შეიძლება მართლაც კონდეს ადგილი ამასაც ჩვენი მსოფლიო პრაქტიკა და მსოფლიო პრაქტიკის განზოგადების საფუძველზე უამრავი რეკომენდაცია აქვს შემუშავებული ევროპის საბჭოს, იგივე მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციებით, იგივე კორუფციის საწინააღმდეგო კონვენციის თანახმად, იგივე ვენეციის კომისიის და EUTOS ერთობლივი გზამკვლევი პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის რეგულაციის შესახებ და რა თქმა უნდა, ესეთი ტიპის საქმიანობა რომ გამორიცხული იქნეს, როდესაც ფსევდო, არ ვიცი, ადამიანის უფლებების დაცვის ფასადით სინამდვილეში თქვათ ოპოზიციურ პოლიტიკურ საქმიანობას ეწეოდეს არასამთავრობო ორგანიზაცია რაღაცნაირად ამისგან დაცული იქნეს. არა? ან პროსამთავრობო. კი ბატონო, ნინო, თქვენ პოლიტიკური არასამთავრობო ორგანიზაციის საქმიანობით თუ დაინტერესდება კონტროლის პალატა, თქვენ იქნებით მზადყოფნა გექნებათ, რომ წარადგინოთ თქვენ უნებრივია თუ კი კანონმდებლობა ჩვენ გვავალდებულებს იმას, რომ ჩვენ წარვადგინოთ აი ესეთი ტიპის ინფორმაცია, რა თქმა უნდა ჩვენ მზადვართ, იმიტომ დასაბალი რას ქვია თუ არ გვავალდებულებს? კანონმდებლობა გავალდებულებთ თქვენ წარადგინოთ? თუ კი გაჩნდება გონივრული ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ მივიღეთ შემოწირულობა ან ვახორციელებთ ისეთი სახის ფინანსურ ტრანზაქციებს, რომელიც პოლიტიკური მიზნების განხორციელებას უწყობს ხალხს, ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ საერთაშორისო სტანდარტებით ჩვენ გამოვდივართ არაპირდაპირ ან პირდაპირ დაკავშირებული პოლიტიკური მიზნების ტრანზაქციაში რას გულისხმობთ? ანუ ამ შემთხვევაში როგორ შეიძლება თქვენმა არასამთავრობო ორგანიზაციამ მაგალითად გამოთქვა პირველი ინტერესი მიმართოს კონტროლის პალატის ყურადღება, საზოგადოებრივი მოძრაობა ქართული ოცნების მისამართი. ხო შეიძლება ის რაც თქვენ განაცხადეთ ხელისუფლების ინტერესში შეგდიოდეს. ამიტომ კონტროლის პალატას გაუჩნდეს ეჭვი, რომ თქვენ პროსახელისუფლებო არასამთავრობო ორგანიზაცია ხართ. თუ კი გაუჩნდება ეჭვი, ჩვენ მზად ვართ რომ კი ბატონო, თუ სხვას ვინმეს გაუჩნდება ეჭვი, ჩვენ მზად ვართ რომ ჩვენი ფინანსური ბრუნვის შესახებ დოკუმენტაცია მივაწოდოთ. ასევე მზად უნდა იყოს ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია ის პირები, ვინც თქვათ რომელთანაც დაკავშირებითაც შეიძლება გაჩნდეს გონივრული ეჭვი, ალბათ ეს არ უნდა იყოს გადაჭარბებული და დისკრიმინაციული ეჭვი, თუ კი გაჩნდება ეჭვი, რომ მათ კონკრეტული შემოწირულობა მიიღეს არა რეალურად არასამთავრობო სექტორის მიზნებიდან გამომდინარე საქმიანობის განსახორციელებად, არამედ რომელიმე პოლიტიკური ძალის ხელშესაწყობად. თქვენი ფინანსური საქმიანობა ან ფინანსური მხარე გამჭირვალეა და ცნობილია საზოგადოებისთვის? ჩვენ ახლა ხას დავრეგისტრირდით, ახლა ხას დავფუძნდით და თუ ვინმეს რაიმე კითხვები აქვს შეგვიძლია კი ბატონო, იმიტომ რომ შეიძლება ინტერნეტ სივრცეში კონტროლის პალატა ვერ მოიძიოს თქვენ შესახებ ფინანსური ინფორმაცია და ანალოგიური კითხვით თქვენც მოგმართოთ გონივრული ეჭვის საფუძველზე. და იმიტომ არსებობს კონტროლის პალატა და სხვა სათანადოდ უფლებამოსილი უწყებები, რომ თუ კი გაჩნდება ეჭვი, გამოიძიონ, მოიკვლიონ დასკვნები კითხვები და შემდეგ გააკეთონ დასკვნები. ნინა, სუფთა პოლიტიკას არ აქვს ესე რომ ვთქვათ იმის პრობლემა, რომ ამ საკითხით დაინტერესებულ კონტროლის პალატას მიაწოდოს ინფორმაცია. სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებს რა პრობლემები აქვს? ერთი გონივრული ერთხელ კიდევ უნდა ვახსენო და უნდა ვკითხო როგორც იურის გალბატონინოს გონივრული ეჭვი
თუ არის საკმარისი საფუძველი გონივრული ეჭვისთვის ის, რომ ფინანსური ანგარიშის შესახებ ინფორმაცია ვებგვერდზე არ დევს. თუ თქვენ მეტყვით, რომ ეს არის საკმარისი გონივრული ეჭვი იმისთვის, რომ ორგანიზაციას გაეგზავნოს წერილი, რომ არის საფუძვლიანი ეჭვი, რომ მათ კონდეთ რაღაც კავშირი პარტიასთან, არ ვიცი, ამაზე შეიძლება ვიდაოთ. თუმცა მოდით ერთი პირველი რამ გავიხსენოთ. რა არის აი ამ კანონის ჩანაწერის მთავარი მიზანი? რა არის? კანონის მთავარი მიზანი არის ის, რომ პარტიამ არ დაარეგისტრიროს არასამთავრობო ორგანიზაცია, ან არ შექმნას იურიდიული პირი, ვთქვათ, ბიზნეს კომპანია, რომელიც აარიდებს პარტიისთვის დაწესებულ შეზღუდვებს თავს და განახორციელებს პარტიის საქმიანობას. ანუ ის იქნება პარტია. პარტიის საქმეს განახორციელებს, ოღონდ არ ერქმევა პარტია და შესაბამისად არ ექნება ის შეზღუდვებიც, რომელიც აქვს პარტიას. ეხლა მე მაინტერესებს ამ ჭრილში, ამ მიზნიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, პარტიის მიზნი, რომელიმე პარტიის მხარდაცაჭერ ან დისკრედიტაციის შემცველ, რომელიმე პარტიის საწინააღმდეგო, ვთქვათ, რაღაცა აქციებს და ღონისძიებებს განახორციელებს. ეს არის პარტიის მიზანი, ეს არის უბრალოდ კანონის მიზანი და ეს არის ვენეციის კომისიის ჩარჩო ხელშეკრულების მთავარი მიზანი, რომ პარტიებს არ უნდა შეეძლოთ მესამე პირების საშუალებით განახორციელონ ის ქმედება, რომელიც არ დაუწესებს შეზღუდვებს ამ მესამე პირს, თუმცა იგივეს გააკეთებენ, რასაც პარტიები. საუბარი აქ იმაზე არ არის, ჩვენ საერთაშორისო გამჭვირვალობა ამ შემთხვევაში ვიტყვით ჩვენს ორგანიზაციაზე, წინააღმდეგი ვართ თუ არა, რომ ჩვენი თანხები და ჩვენი შემოსავლები იყოს გამჭვირვალე. ჩვენი შემოსავლები არის გამჭვირვალე. ჩვენ ანგარიშვალდებული და საკმაოდ დეტალური ანგარიშვალდებულება გაგვაჩნია ყველა ჩვენი დონორის წინაშე და ასევე საგადასახადო სამსახურის შესახებ. ჩვენ თუ გადასახადს დავმალავთ, ან არამიზნობრივად გამოვიყენებთ თანხებს, ამას ძალიან ეფექტურად გააკონტროლებს ჩვენი დონორი და საქართველოსში არსებული ის საგადასახადო სამსახურები, რომლებშიც რა თქმა უნდა ჩვენ ხავენდოთ დონორებს და შეითავსონ კონტროლის პალატის უფლებამოსილება. იცით რა, აქედან მე ვიტყვი ჩემს აზრს, იმიტომ რომ ნამდვილად აქ სხვა რაღაცაზე საუბრობს ქალბატონი ნინო, ეხლა რასაც ამბობს, მისი ნათქვამით გამომდინარე, თუ არ ვენდობით დონორებს და საგადასახადოდ, ყველა ორგანიზაციის საქართველოში არსებული ყველა ორგანიზაციის შესახებ ინფორმაცია უნდა გამოითხოვოს კონტროლის პალატამ, რომელსაც ამ მომენტში ასეთი განცხადება აქვს ნათქვამი, განცხადებული, რომელსაც ვებგვერდზე არ აქვს თავისი ფინანსების შესახებ ინფორმაცია. აქ მე მგონი ჩვენ აბსურდამდე მივდივართ, გავითვალისწინოთ ის ფაქტი, რომ დღეს გავიგეთ, რომ კონტროლის პალატაში ამ სამსახურში სულ 8 ადამიანია დასაქმებული და აქედან გამომდინარე, მე მგონი საკმაოდ რთული ამოცანა იქნება ყველა იმ ორგანიზაციის ფინანსური თუნდაც ანგარიშის გამოთხოვა და აქ ამაზეც არ არის. აქ საუბარი არ არის იმაზე, რამდენად მზად არის თითოეული ორგანიზაცია იყოს გამჭვირვალე ან არ იყოს. აქ არის საუბარი იმაზე, რა წერია კანონში და რამდენად კანონის ჩარჩოებში ჯდება ის მოთხოვნა, რომელსაც ახორციელებს კონტროლის პალატა. თუ კი მართლა არ არსებობს, არც ერთი კანონით არ აქვს უფლებამოსილება გამოითხოვოს ნებისმიერი ორგანიზაციისაგან ეს ინფორმაცია. ანუ თქვენ ამბობთ, რომ კონტროლის პალატამ კანონი დაარღვია, უკვე არსებული კანონი დაარღვია. კონტროლის პალატის ეხლანდელი მანდატი და კონსტიტუციური ნორმა არ აძლევს მას საშუალებას და უფლებას, რომ კერძო დაფინანსება და არასახელმწიფო დაფინანსება და თუნდაც პარტიასთან არ მქონე, ვთქვათ, კავშირის არ მქონე დაფინანსება შეამოწმოს და გამოითხოვოს. ძალიან დიდ ტრაგედიასთან გვაქვს საქმე, შეიძლება ნამდვილად ეს ასე იყოს და მე არ გამოვრიცხავ იმას და პირიქით მეც მაგ გარკვეული შენიშვნები თვითონ ახლად მიღებულ საკანონმდებლო აქტთან დაკავშირებით, მაგრამ ეს ძალიან ცუდია. ტრაგედია არის ის, რომ ესე იგი საერთაშორისო სტანდარტების სწორად გადმონერგვა ვერ მომხდარა საქართველოში და კერძოდ გულისხმობს ეს იმას, რომ ცალკე თავი ეძღვნება ვენეციის კომისიის გზამკვლევს იმასთან დაკავშირებით, რომ ეფექტური უნდა იყოს ის მარეგულირებელი ორგანო, რომელსაც დაეკისრება. თუ კი კონტროლის პალატა არ იქნება ეფექტური და იქნება იგივე, რასაც ახორციელება ცენტრალური საარჩევნო კომისია და უბრალოდ ბუტაფორიის როლში იქნება ერთს გადაერქვა და დაერქვა მეორე სახელი, უბრალოდ სახელწოდება შეიცვალა მარეგულირებელმა და მაკონტროლებელმა და შესაბამისად არანაირი უფლებამოსილება მას არ გააჩნია, მაშინ ძალიან ცუდად გვაქვს საქმე და პირიქით უფრო მეტი. რამხრივ გვაქვს ცუდად საქმე, რომ იმიტომ რომ საერთაშორისო სტანდარტებს არ შევესაბამებით, ესე იგი და ეფექტური არ არის ის მაკონტროლებელი ორგანო, რომელმაც რეალურად პოლიტიკური პარტიების თავარია იყოს ეფექტური.
ვთქვათ, ერთი არის საერთაშორისო სტანდარტები და მეორე არის არსებული კანონმდებლობა, რომელიც მაგრამ საერთაშორისო სტანდარტები და საერთაშორისო კანონმდებლობა ჩვენი ქვეყნის საკანონმდებლო იერარქიაში კონსტიტუციის შემდეგ მეორე საფეხურზე დგას. ანუ თავარია და კონტროლის პალატის კონსტიტუციურად რა არის განსაზღვრული? ჩვენ ხო ამაზე ვისაუბრეთ ერთხელ, ნინო მე მგონი ამაზე ვისაუბრეთ კონსტიტუციის მიხედვით კონტროლის პალატას რა ევალება? იცით რა არის? თუ მაგალითად კონსტიტუციის მიხედვით და საკონსტიტუციო სასამართლო ნამდვილად ასე გადაწყვეტს, რომ კონსტიტუციის თანახმად კონტროლის პალატას არ აქვს ამის უფლება, შესაკრებელთა გადანაცვლების ჯამი არ შეიცვლება და ისევ იმ საფრთხის წინაშე აღმოჩნდებით, რასაც ქვია პოლიტიკური პარტიების დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფა და თუ არა კონტროლის პალატამ ვიღაცამ მაინც ეს უნდა განახორციელოს გასაგებია, მაგრამ ეხლა მეორე დავარღვიოთ ამისთვის. არ არის კონსტიტუციური ნორმის დარღვევა ის, რომ კონტროლის პალატას მიენიჭა ის, რის უფლებაც მას არ აქვს. კი ბატონო, გადაწყვიტოს ამის თაობაზე, ამაზე ბევრ ჯერს ზოგს მიაშინა. როგორც იურის წარგი არ მიგაჩნიათ ესე რომ ეს არის დარღვევა? ეს მაინტერესებს უბრალოდ მაშინ ეს ვერ მივიღებ. მე მიმაჩნია რომ არაპირდაპირ კონტროლის პალატას შეუძლია რომ აი ესეთი ტიპის საქმიანობა განახორციელოს, მაგრამ ამაზე დაიმსჯელოს საკონსტიტუციო სასამართლოს, ანუ ეს ნიშნავს საკონსტიტუციო სასამართლოს მერე ექნება ალბათ ჩამოყალიბებული გადაწყვეტილების მერე ექნება ჩამოყალიბებული პოზიცია. მე მინდა არა, ამას არ აქვს მნიშვნელობა საკონსტიტუციო სასამართლო რას გადაწყვეტს, მთავარია რომ ქვეყანაში არსებობს ეფექტური მექანიზმი და ეს შეიძლება არ იყოს კონტროლის პალატა. უნდა დაგეთანხმოთ და მე ეს შეიძლება არ იყოს კონტროლის პალატა და ეს იყოს ცალკე ორგანიზაცია, რომელსაც დავარქმევთ პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურს სიტყვაზე ვამბობთ, რომელიც ნებისმიერ ორგანიზაციას, რომელსაც ვებგვერდზე არ ექნება განთავსებული ბიუჯეტი. რომელიც შეამოწმებს ორგანიზაციებს, რომელთაც დაკავშირებითაც გაუჩნდება ეჭვი, რომ ისინი პოლიტიკური მიზნების განხორციელებას აკეთებენ, მაგრამ მეორე აი ეს გამიჩნდა ეჭვი შეიძლება ითქვას ნებისმიერ ორგანოზე და ნებისმიერ უწყებაზე. როდესაც ეჭვი არ არის გამაგრებული ფაქტით, მე ძალიან გთხოვთ მომიყვანოთ კონკრეტული ეჭვის საფუძველი, რომელიც კონტროლის პალატამ განაცხადა იმის გარდა, რომ ვებგვერდზე არ იყო ბიუჯეტი განთავსებული. თქვენ თვლით, რომ საკმარისია ის, რომ თუ ორგანიზაციას ვებგვერდზე ბიუჯეტი არ აქვს განთავსებული, ნებისმიერ ორგანიზაციისგან კონტროლის პალატამ გამოითხოვოს. მე მიმაჩნია, რომ ფინანსური მაქინაცია ზოგადად რთული გამოსაძიებელი დანაშაულია. თქვენ წეგან აღნიშნეთ, რომ ეს საკანონმდებლო აქტი და პირველ რიგში ვენეციის კომისიის სტანდარტებიც ეხება იმას, რომ რაღაცნაირად არის დარეგულირებული, მაგრამ არ უნდა იყოს ეჭვები შეტანილი. ვთქვათ, მას ხო უნდა გქონდეს რაღაცა ისეთი საქმიანობა განხორციელებული. ჩვენ კონკრეტულ შემთხვევაზე ვლაპარაკობთ, იმიტომ რომ ეს შემთხვევაა ახლა ჩვენს წინაშე. არა, ჩვენს წინაშე არის შემთხვევა, როდესაც შესაძლებელია ფინანსური უპირატესობის ხარჯზე პოლიტიკური გავლენის მოპოვება და ეს არის პირდაპირ დისკრიმინაცია ქვეყანაში. რა NGN-ისთან ეს საკითხი თქვა, რაზეც ახლა ვლაპარაკობთ. NGN-ისთან დაკავშირებით თქვენ შეგიძლიათ უფრო მეტი ფაქტები მომაწოდოთ ამ შემთხვევაში მე არ მაქვს ხო არც მე არ მაქვს სამწუხაროდ ინფორმაცია რომ ეხა გედავოთ მაგ საკითხთან დაკავშირებით ან დაგესახოთ მაგრამ სამწუხაროდ დღეს არ ვესწრებოდი დღევანდელ შეხვედრაზე ახალი არაფერი არ ვესწრებოდი და ამ საკითხთან დაკავშირებით არ მაქვს ინფორმაცია მაგრამ კონკრეტულად მე მიმაჩნია რომ ალბათ იგივე ინფორმაცია დღეს გაჟღერდა პრესაში. დღეს შეიძლება გაჟღერდა, მაგრამ სამწუხაროდ მე არ ვესწრებოდი ამ შეხვედრას, მაგრამ მე მიმაჩნია რომ დღეს რეალურად ქვეყანა დგას იმ საფრთხის წინაშე, როდესაც ფინანსური უპირატესობის ხარჯზე შეიძლება პოლიტიკური გავლენის მოპოვება და ეს რაღაცნაირად უნდა დარეგულირდეს. ასევე გეთანხმებით, რომ შეიძლება ჩვენს ახალ საკანონმდებლო რეგულაციებში არსებობდეს ნამდვილად პრობლემები, რომელიც გამოსწორებას და სრულყოფას საჭიროებს, თუმცა მიმაჩნია რომ გადაჭარბებული განგაშით გამოაცხადეთ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ვერ ხვდები რამ შეგაშინათ, რა გაქვთ ხალხო დასამალი. ძალიან დიდი ბოდიში. რა გაქვთ დასამალი ნინო? დღეს კონტროლის პალატის შეხვედრაზე მე მინდა ამ შეხვედრის შესახებ რამდენიმე სიტყვა ვთქვა, იმიტომ რომ მართლაც საინტერესო შეხვედრა იყო. 3 საათი გაგრძელდა ეს შეხვედრა და იქ წარმოდგენილი რამდენიმე არაქართული ორგანიზაციის ასე ვთქვათ კითხვები დარჩა პასუხგაუცემელი. არასამთავრობოების, ხო? არა საერთაშორისო არაქართული ორგანიზაციების, ანუ არაადგილობრივი ორგანიზაციების. მე ახლა არ დავასახელებ ვთქვათ ორგანიზაციებს, იმიტომ რომ ეს იყო დახურული შეხვედრა, თუმცა ერთ-ერთი ორგანიზაციის წარმომადგენელმა თქვა ასეთი ფრაზა: "აქ რომ მოვდიოდი მქონდა რაღაცა კითხვები, მაგრამ ამ საუბრების შემდეგ მე უფრო შეშფოთებული ვარ და კიდევ უფრო ბევრი კითხვა გამიჩნდა, იმიტომ რომ მე ჩემს შიშებზე პასუხები ვერ მივიღე."
იგივეს ვიტყოდი მე ამ შეხვედრაზე ყველაზე ხშირად გაჟღერდა ორი სიტყვა ფიგურირებდა, რომ ჩვენ ვართ კეთილსინდისიერები და ბოროტად არ გამოვიყენებთ კანონს და ჩვენ გვაქვს გონივრული გადაწყვეტილების მიღების უნარი, კონტროლის პალატაში თქვათ არ არიან გიჟები, რომ ამგვარად ინტერპრეტაცია მოახდინონ კანონის. თუმცა არც ერთხელ არ გაჟღერებულა ასეთი ფრაზა, რომ ჩვენ არ მოვიქცევით ამგვარად, იმიტომ რომ ამით დავარღვევთ კანონს. აქ საუბარია სწორედ იმაზე, რომ კანონის ინტერპრეტაცია შეიძლება ფართოდ და ყველა ის შიში, რომელიც ჩვენ დავსახეთ ქალბატონო ნინო, უსაფუძვლო კი არ არის, უბრალოდ კანონის ინტერპრეტაცია იძლევა ამის შესაძლებლობას. და თუ არა, მე თქვენ წაგიკითხავთ ერთ ჩანაწერს და როგორც იურისტმა გთხოვთ მიპასუხოთ ამაზე. რას ნიშნავს ჩანაწერი, რომელიც ამბობს, რომ პოლიტიკური პარტიისთვის ამ თავით დადგენილი შეზღუდვები და შეზღუდვები ვიცით, რომ ეს არის კონტროლის პალატასთან ანგარიშვალდებულება, შემოწირულებებზე ლიმიტები, სამეწარო საქმიანობის შეზღუდვა და ასე შემდეგ, ასევე ვრცელდება იურიდიულ პირზე, რომელიც წარმომადგენლის ან სხვა პირის მეშვეობით მოუწოდებს ამ მომრჩეველს რომელიმე პოლიტიკური ძალის მხარდაჭერისაკენ ან მხარდაჭერისაგან თავის შეკავებისაკენ. სხვათა შორის ეს განმარტებები ასე რომ წერია, ამას არ უარყოფს კონტროლის პალატაც, ოღონდ კონტროლის პალატა ამბობს ასეთ რამეს. ჩვენ ამის გამო, ჩვენ კანონს ვკითხულობთ მისი არსიდან გამომდინარე და მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოვიყენებთ მას პრაქტიკაში, თუ ეს ხარჯებთან იქნება დაკავშირებული. საქმეც ამაშია, მე ნამდვილად სურს რომ დავიჯერო, რომ კონტროლის პალატა კეთილსინდისიერად მოიქცევა, მაგრამ ჩვენი მთავარი პრობლემა არ არის იმაში, რომ ასეთი რეგულირებები არ უნდა არსებობდეს. ჩვენი პრობლემა არის იმაში, რომ კანონი იმდენად კონკრეტული უნდა იყოს, რომ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა არ უნდა იყოს საფუძველი იმისა, რომ პოლიტიკურ რომელიმე ორგანიზაციას დაუწესდეს შეზღუდვები. ამაზეა საუბარი, რომ არ უნდა ვიყოთ დამოკიდებული იმაზე, რამდენად და არა იმის თქვენ გეშინიათ თუ არა რამის თუნდაც ანგარიშვალდებულების. რა თქმა უნდა. და მეორე საკითხი, რაც ჩვენს ანგარიშვალდებულებას შეეხება, აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ ჩვენი ანგარიშვალდებულების წარდგენა, ანგარიშვალდებულება არ გვაქვს ვინმესთან, ან გვეშინია ვინმესთან ანგარიშვალდებულების წარდგენა. ჩვენ კანონი ამას არ გვავალდებულებს და ჩვენ არ მიგვაჩნია, რომ ნებისმიერი ღონისძიება კონტროლის პალატის მხრიდან, რომელიც დაკავშირებული იქნება თუნდაც უბრალოდ ჩვენი სახელის სხვაგვარად მოხსენიებასთან, ის რომ ეჭვი არის გონივრული, რომელიც შესაძლებელია მომავალში არ დადასტურდეს, გამოყენებული იყოს იმისთვის, რომ ჩვენ წარმოვადგინოთ ანგარიში და სხვათა შორის ერთი მთავარი პრობლემა. ამ ორგანიზაციებს ეს შეტყობინება წერილობით სანამ მიუვიდოდათ, ეს ინფორმაცია მათ გაიგეს მედია საშუალებებიდან და ძალიან უხერხულ მდგომარეობაში იყვნენ, როდესაც აკეთებდნენ კომენტარს იმასთან დაკავშირებით, რომლის შესახებ თავად არ ქონდათ. არაფერი არ თქონდა. გასაგებია, გადაცემაში რეკლამის დრო კანონში ჩაწერილ ბუნდოვანებასთან დაკავშირებით, შემდეგ ნინო მოგვახსენებს ამაზე თავის არგუმენტს. დაგვალოდეთ. ჩვენ ბრუნდებით პირდაპირ ეთერში ნინო ლაპიაშვილი, ნინა ხატისკაცი არიან ჩვენი გადაცემის სტუმრები. ნინა საუბრობდა იმაზე, რომ კანონი 26 პრიმამუხზე იყო საუბარი, რომლის ციტირებაც მოახდინა ნინამ, იძლევა სხვადასხვაგვარ ინტერპრეტაციის საშუალებას და უნდა ვიყოთ თუ არა დამოკიდებულები ამ შემთხვევაში კონტროლის პალატის უბრალოდ კეთილსინდისიერება, არაკეთილსინდისიერებაზე, თუ უფრო კონკრეტული კანონი უნდა არსებობდეს და ჩანაწერი კონკრეტულ თემატიკასთან დაკავშირებით, რომ კანონის მიხედვით ვიხელმძღვანელოთ და არა კონტროლის პალატის კეთილსინდისიერები. ქალბატონმა ნინამ ხა წაიკითხა 26 პრიმამუხიდან ჩანაწერი, იქვე უნდა დავძინო, რომ ამ აღნიშნულ 26 პრიმამუხში იქვე არის მესამე პუნქტში გათვალისწინებული შემდეგი ჩანაწერი, რომ ამ მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვები არ შეიძლება გამოყენებული იქნეს გამოხატვის თავისუფლებისა და სამოქალაქო აქტივობის განხორციელების წინააღმდეგ, ხოლო წინა ჩანაწერი, როცა იურიდიული პირის ეკრძალება მოუწოდეს ამ მომრჩევლის რომელიმე პოლიტიკური ძალის მხარდაჭერისაკენ ან მხარდაჭერის თავის შეკავებისაკენ საერთაშორისო სტანდარტებშიც არის დეტალურად გაწერილი, იგივე გზამკვლევში EUTOS-ა და ვენეციის კომისიის ერთობლივ გზამკვლევში ამ საკითხთან დაკავშირებით ეს არის გზამკვლევი და ცალკე არის რეკომენდაციები. გზამკვლევის სახელმძღვანელო დოკუმენტაცია არის ევროპის საბჭოს ყველა ქვეყნისთვის თუ როგორი სტანდარტი უნდა არსებობდეს, ეს არის იმის პრევენცია, რომ განსაკუთრებით ისეთი იურიდიულ პირზეა საუბარი, სადაც რომელსაც დიდი ფინანსური ინტერესები აქვს, შეიძლება იყოს ბიზნეს კორპორაცია და ფინანსური უპირატესობის ხარჯზე, რომელსაც სურს რომ გარკვეული პოლიტიკური გავლენა მოიპოვოს. თუმცა თუ რაიმე ხელშეუშლის იმას, რომ
კონსტიტუციის მეორე თავით გათვალისწინებულ გამოხატვის თავისუფლებას ხელი შეუშალოს ან არასამთავრობო სექტორის საქმიანობას რაიმენაირად რამემ ხელი შეუშალოს, რა თქმა უნდა ჯობია რომ დაზუსტდეს დაზუსტდეს კანონმდებლობა და უფრო ნათელი გახდეს ეს თითოეული მოქალაქისთვის ისე როგორც კონტროლის პალატისთვის უფრო ნათლად გახდება. თქვენ ერთი წუთით მე როგორც მივხვდით თქვენ ემხრობით რომ დაზუსტდეს კანონმდებლობა თუ არა მაინც თუ ეს საკმარისად იძლევა ჩემთვის პირადად საერთაშორისო სტანდარტებიდან გამომდინარე ნათელი არის, მაგრამ თუ კი რამემ ხელი უნდა შეუშალოს გამოხატვის თავისუფლებას და იმ ფუნდამენტურ ადამიანის უფლებებს, რომელიც ჩვენ კონსტიტუციით გათვალისწინებული გვაქვს, კერძოდ მეორე თავით ასეც საერთაშორისო სტანდარტებით და უამრავი საერთაშორისო კონვენციით, რომლის მონაწილე მხარეებიც ჩვენ ვართ, მე მიმაჩნია, რომ უმჯობესია დაზუსტდეს კანონმდებლობა და შეიცვალოს და უფრო ნათელი გახდეს, მაგრამ მეორეს მხრივ ჩემი აზრით განგაშის ზარების შემოკრაც არის უსაბუძვლო, იმიტომ რომ თუ ეს კანონი არ იძლევა ასეთ საშიშროებას. ჩემი აზრით არ იძლევა, იმიტომ რომ კონკრეტულად ზემოთ გაკეთებულ ჩანაწერს აზუსტებს ქვემოთ მესამე პუნქტში გაკეთებული ჩანაწერი, სადაც საუბარია იმაზე, რომ ამან კონკრეტულად არ უნდა შეუშალოს გამოხატვის თავისუფლებას. ამ შემთხვევაში ჩემი აზრით არც განგაში შემოკრის რეალური საფუძველი ქონდა კონკრეტულად იმ ორგანიზაციებს, რომლებმაც ესეთი ტიპის განცხადებები გააკეთეს და ჯერჯერობით არც პრაქტიკა არის შემაშფოთებელი, იმიტომ რომ ახალი თაობა, ახალი ინიციატივა თუ კი მიაწვდის კონტროლის პალატას მისი ფინანსური ბრუნვების შესახებ ინფორმაციას, მიაწვდის და სასამართლოში გაასაჩივრებს. არც ეგ არის პრობლემა, არც ეგ არის, ხო, კიდე ესეც უნდა აღვნიშნოს, რომ სასამართლოც გვიცავს კონკრეტულად კონტროლის პალატის უკანონოქმედებისაგან, თუ კი იგი მართლაც უკანონოქმედებას ან გადააჭარბებს იმ უფლებამოსილებას, რომელიც კანონით მას მინიჭებული აქვს. აქ სწორედ ის ითქვა, რომ ეს არის გადაჭარბებული უფლებამოსილება და უსაფუძვლო მოთხოვნა. ნინოს ნათქვამი ამ წუთას, რომ ერთ მუხლში განმარტებულია, რომ გამოხატვის შემთხვევაში, როდესაც მხარს უჭერ ან საწინააღმდეგო განცხადებას გააკეთებ, ამისათვის გიწესდება შეზღუდვა, ეს კანონში ერთმნიშვნელოვნად წერია, თუმცა იქვე მართლაც წერია, რომ ეს კანონში ეს მუხლები არ არის, თქვა, გამოხატვის საწინააღმდეგოდ მიმართული. აი ეს სხვა სიტყვებით რომ თქვა, მე ესე ვიტყოდი, თქვენ გეგრძალებათ სულთქო, თუმცა ამით კი თქვენ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუხლება. ეს თქვენი ინტერპრეტაცია. ეს ჩემი ინტერპრეტაცია კი არ არის, თქვენ თვითონ წაიკითხეთ, რომ ერთ მუხლში წერია, რომ პარტიისთვის დაწესებული შეზღუდვები დაგიწესდებათ იმ შემთხვევაში, თუ თქვენ მხარს მოუწოდებთ, მხარი დაუჭირონ, ან საწინააღმდეგო განცხადება გააკეთონ. ამის მერე ცალკე რა წერია, იურიდიული პირი, რომელიც პოლიტიკურ კამპანიაში ჩაერთვება და აგიტაციას განახორციელებს და მოუწოდებს, რომ ამა თუ იმ კანდიდატს ან პარტიას დაუჭირეთ ან არ დაუჭიროთ მხარეო, ის დაკავშირებული პირი აღარ გამოდის. ჩართვა და აგიტაცია ერთი და იგივეა. მოწოდება აგიტაცია, რა თქმა უნდა, პოლიტიკური კამპანიის წარმართვა. თქვენ ესეთ კითხვას დაგისვავთ, მე ვარ რომელიმე კომპანიის, თქვა, ფარმაცევტული კომპანიის მფლობელი და მე ჩემი თანამშრომლებთან დავჯექი და ვუთხარი, რომ ჩვენ ძალიან კარგი საგადასახადო კოდექსი გვაქვს და ამ ხელისუფლებამ ძალიან კარგი პირობები შეგვიქმნა და მე მინდა რომ ისევ ეს ხელისუფლება იყოს კარგად წარმოდგენილი და წახვიდე შანტაჟის გზით დაუთხრა და თუ არ დაუჭერ მხარს, მაშინ გაგიშვებს სამსახური და მოწოდება შანტაჟია თქვენთვის? ძალიან დიდი საფრთხე არსებობს, რომ ესეთ შემთხვევაში შეიძლება ამ მომრჩეველს შეუძღოთ პოლიტიკური ნება ამ მომრჩეველს. გამგებელს და გუბერნატორს არ ეზღუდება მოწოდება და საჯარო კამპანია ამ მომრჩევლებისადმი. თქვენი აზრით, თქვენ გონია რომ მე ამას შეიძლება გავამართლო? ისევენაირად ვერ გავამართლებ იმას, რომ რომელიმე კორპორაციის ხელმძღვანელმა ან რა გაამართლოთ? მაგალითად ჩანაწერი არის ძალიან საშიში შემთხვევა მოყავით, როდესაც შეიძლება თავისი თანამშრომლები აიძულოს გუბერნატორთან დაკავშირებით აპროტესტებს ადმე ამ ჩანაწერს. მე არსად არ მithქვავს იძულებაზე, არ მქონია ლაპარაკი, მე მგონი ქალბატონი ნინო ცდილობს უბრალოდ შეცდომაში შეყვანას მაყურებელს, საფრთხეს ვერ ხედავთ და მაყურებელს წარმოუდგენთ შეიძლება დამთავრებინა თავისუფლებას შეექმნა საფრთხე. არანაირი ესეთი საფრთხე არ გამო. მე მომყავს კონკრეტული მაგალითი, არანაირ ზეწოლაზე არ ვლაპარაკობ. მე ჩემ თანამშრომლებს ვუთხარი, რომ კმაყოფილი ვარ ამ ხელისუფლებით და მოგიწოდებთ, რომ თქვენც მხარი დაუჭიროთ, იმიტომ რომ სხვა რომ მოვიდეს ხელისუფლებაში, შესაძლოა ასეთი კარგი გარემო არ გქონდეს და იგივე შემოსავლები არ გქონდეს. თქვენ სადმე დაინახეთ ჩემს ამ სიტყვებში ზეწოლა ან საფრთხეს ხო არ შეიცავს საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, რომ თქვენ შეიძლება ის თანამშრომელი გაათავისუფლოთ
თავისუფლად ვინც ასე არ მოიქცევა. რაიმე საფრთხეს და ხო არ გავს ეს პოლიტიკურ აგიტაციას, ეს ხო არ გავს პოლიტიკურ აგიტაციას და პოლიტიკურ კამპანიაში ჩართვას. და თქვენ უზღუდავთ ნებისმიერ ადამიანს უთხრას, რომ თავის მეგობარს რო ან თავის თანამშრომელს რო მეგობარს შეუძლია უთხრას, აქ საუბარია იურიდიულ პირზე. თანამშრომელს იურიდიულ პირს თავის თანამშრომელს ეკრძალებოდეს, უნდა თქვათ მოწოდების გაკეთება, რომ ხარი დაუჭირეთ ამას, იმიტომ რომ ეს ჩვენთვის იქნება კარგი, თქვათ საფუძველი იმისა, რომ მომავალში წარმატებული ბიზნესი გქონდეს. მოწოდება პოლიტიკური აგიტაცია და პოლიტიკური კამპანიის ჩატარება ერთმანეთისგან უნდა განვასხვაოთ და შეცდომაში უნდა შეიყვანოს. განვუმარტოთ ამ მომრჩეველს ის, რომ გამგებელს, გუბერნატორს და სხვა თანამდებობის პირებს შეუზღუდავად სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისასაც კი შეუძლიათ აგიტაცია გააწიონ ნებისმიერ შემთხვევაში ნებისმიერი პარტიის მიმართ. აქედან გამომდინარე და ეს პრაქტიკაში არსებობს, შესაძლებელია ქალბატონი ნინო ამ სფეროში არ მუშაობდა და არ იცის და ეს არც კანონით აკრძალულია, გუბერნატორები, გამგებლები დადიან და რა თქმა უნდა აგიტაციას ეწევიან აშკარად და ღიად. აქ სხვა თემაა, რა თქმა უნდა, ისინი თუ ამასთან მიმართებაში კიდე ზეწოლასაც გამოიყენებენ, ასეთი ფაქტებიც არის ხოლმე. აქ რა თქმა უნდა კანონის დარღვევასთან ადგილი უნდა რა პრობლემაა მაგასთან დაკავშირებით ესეთი შემთხვევა იქნება, ეს არის ზეწოლაზე ქალბატონი და მე მგონი ტერმინებში უბრალოდ ძალიან ესეთი შემთხვევა იქნება, რა თქმა უნდა ადმინისტრაციული რესურსის არასწორი გეუბნებით მოწოდებას და მეუბნებით ეს არის ზეწოლა. რა თქმა უნდა შეიძლება ესეთი შემთხვევები ჩაითვალოს ზეწოლად, შეიძლება ჩაითვალოს ადმინისტრაციული რესურსის არასწორად გამოყენებას და მე ასევე ვადასტურებ იმას, რომ თქვენ თანამშრომლებს ეთიკა არ გვაქვს ჯერჯერობით, მაგრამ ხო შეიძლება რომ გქონდეთ ჰიპოთეტურად როდესაც და თქვენ თანამშრომლებს რომ მოუთხრათ, რომ მე მომწონს პარტია A და მოგიწოდებთ რომ თქვენც დაუჭიროთ მხარი. ეს არის თქვენი მხრიდან ზეწოლა? როგორც ამ ოფისის ხელმძღვანელმა? რომ მოუწოდოთ დიახ თქვენ რომ ჩვენ ოფისი ბოდიში ორი რაღაც უნდა გავუმიჯნოთ. ჯერ ეს ერთიც ჩემი აზრით უნდა გავუმიჯნოთ პოლიტიკური აგიტაცია და პოლიტიკურ კამპანიაში ჩართვა და თქვენი კოალიციის წევრები ძალიან ღიად აცხადებენ ამას თავისი წევრი არა ვარ ძალიან დიდი ბოდიში რაღაც შეცდომაში ხართ. და მეორე არის უბრალოდ და იმიტომ პოზიციებში დიდი სხვაობა შეიძლება იგივე ვთქვა თქვენზე ოპოზიციასა და თქვენ შორის ძალიან დიდი ბოდიში და მეორე ჩვენი ურთიერთობა არანაირ ურთიერთბრალდებას არ ვაკეთებ და პოზიციებს შორის არის სხვაობა ნამდვილად არის თავი შეიკავოთ და იგივე ზურაბ ჯაფარიძის პოზიციაში რომელიც ჩემი ორგანიზაციის წევრია და ზურაბ ჯაფარიძე შეუძლია რომ დამოუკიდებლად იყოს კოალიციის წევრი და მე არა ვარ და ჩვენი ორგანიზაცია რაზე მგონი არაფერი არ გითხოვს ისეთი რაც ნამდვილად იყო ძალიან თუ მოგიწოდებთ რომ კორექტული იყოთ ერთ შემთხვევაში ნუ თქვენი საუბრიდან გამომდინარე გასაგები გავხდი რომ მოდი შევაჯამოთ ჩვენი გადაცემის თემა, იმიტომ რომ ცოტა სხვა თემაზე გადავედით, ანუ ჩვენ ვსაუბრობთ ამ კანონთან დაკავშირებით და მოვისმენთ ორი სხვადასხვა არგუმენტი, რატო არის საშიში ეს რა საფრთხეებს შეიცავს და რა საფრთხეებს ვერ ხედავს ამ შემთხვევაში ერთი და მეორე მხარე. იმისთვის რომ ეს დავა დასრულდეს და განსხვავებული აზრები დასრულდეს, რა უნდა გაკეთდეს ნინო? ხო არსებობს ეს ურთიერთსაწინააღმდეგო აზრები ამ ჩანაწერთან დაკავშირებით. ხო, მე თავიდანვე აღნიშნე რომ ტრაგედიას ვერ ვხედავ იმაში, რომ თუ კი პრაქტიკა მაჩვენა, რომ რაიმეს შეიძლება საფრთხე შეექმნას. შეიძლება დასვას კიდევ ერთხელ არასამთავრობო სექტორი თუნდაც. რატო არა დასხდნენ კითხვები დასვან იმუშაონ საკანონმდებლო ორგანოსთან პარლამენტთან. რა თქმა უნდა ჩვენც მივიღებთ მონაწილეობას, იმიტომ რომ მე კონკრეტული შეკითხვები და კონკრეტული შენიშვნები მაქვს ამ საკანონმდებლო აქტთან დაკავშირებით და შესაძლებელია რომ პარლამენტმა ყოფილი ვერსია შემოთავაზოს. კანონი უნდა შეიცვალოს. კანონში არის სერიოზული პრობლემები. კანონი ზღუდავს სამოქალაქო აქტივობას, ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას, საკუთრების თავისუფლებას და პოლიტიკური საქმიანობის თავისუფლებას. კანონში არის ძალიან მძიმე და გაუმართლებელი პასუხისმგებლობა ამ მომრჩეველზე. ასევე კანონში არის ძალიან განუსაზღვრელი და არაკონსტიტუციური უფლებები მინიმუმი კონტროლის პალატასთან და პარტიები არათანასწორ პირებებში არიან ჩატანებული. ამისათვის კანონი აუცილებლად უნდა შეიცვალოს. წინააღმდეგ შემთხვევაში სრულიად არათანაბარ პირობებში იქნებენ არა მხოლოდ პარტიები, ამ მომრჩეველებიც ნებისმიერი ჩვენგანი. ნებისმიერ ჩვენგან შეიძლება შეიქმნას. ძალიან დიდი მადლობა სამწუხაროდ ჩვენ დრო ამოიწურა. ნინო ლაპიაშვილი ხატისკაცი იყვნენ ჩვენ გადაცემის სტუმრები, ზუსტად 9 საათზე თქვენ გელით მაესტროს ახალი ამბები მაკაცინცაძესთან ერთად, 10 საათზე პირდაპირ საუბარი, რომელსაც დღეს ირაკლი ჩიხლაძე წარუდგება და მისი სტუმრები იქნებიან ვახტანგ ხმალაძე, გოგი ხუციშვილი, მე ორშაბათამდე გემშვიდობებით, ნახვამდის.